ხო. გურმანია იწყებს კულინარიულ მოგზაურობას. იწყებს. თან ჩემი კუთხიდან. ვახო ფოთშია. ამ საპორტო ქალაქში ყველას თავისი საქმე აქვს. საქმე მეც მაქვს აქ. ჩემი საქმეა ელარჯი, გებჟალია, ღომი, კუპატი და რაც თავარია მეგრული აჯკა. ბევრი სუნელი და ცხარე. არა, ძალიან ცხარე. ეს არის სამეგრელოს გემო. აქ ყველგან გემრიელი საჭმელია, მაგრამ არის ადგილი, სადაც ის განსაკუთრებულად გემრიელია. აჰა, მე მგონი მოვედი, ჯარგვალი. იქ რაღაც ხმა ისმის. მე მგონი იქეთ უნდა წავიდე. ვახომ ამ ადგილს რა თქმა უნდა მიაგნო. გამარჯობა. თქვენ ხარ ჩვენი სტუმარი, მომწანდი ჩულო. სადარია? შევიდე ხა. მოვიტყუოთ ცოტა. ამ ლურჯ სამზარეულოში ვახო მიხვდა, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ფერია კედლები და რა სიძველის არის ქვაბი და ტაფა. ეს საქმე თუ იცი და მორჩა. პირველ რიგში მინდა ელარჯი მოვამზადოთ, რაღაცა გემრიელი, ხო? ეს ვიბზათა. არეთია. ცივ წყალში თუ თბილ წყალში? ცივ წყალში. ავადუღებთ. ჩავზილავთ და ნება ელარჯი. რატომ მიყვარს მეგრული სამზარეულო? ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე გემრიელია, ან იმიტომ, რომ თვითონაც მეგრელი ვარ და სუბიექტური ვარ. მაგრამ ობიექტურად მეგრული კერძების საბაზისო რეცეპტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვავითაროთ და გადავაკეთოთ კერძი ისე, რომ მივიღოთ სხვა, უფრო საინტერესო გემოც. ეხლა აქ იხარშება ღომი ელარჯისთვის, ტრადიციულად ბაზა 1-ია და ალბათ ეს ის რეცეპტია, რომლითაც ამზადებდა ბებია ჩემი იქ სამეგრელოში. იქ ცივ წყალი ხო გაქვთ, მაგრამ ცოტა. რატო ასვალებთ მარგოლებო? უნდა ავიღოთ ხომი რო არ დაეწებოს. აჰა. მომეწებელი რა. ჩავყაროთ. ელარჯის ყოლში რა შედის? რამდენიც არაფერი, სულუგუნია და წმინდი ყელიც შეიძლება. გახეხილი. კი ბატონო. ეხა ყველი ჩაადნება. ჩადდება ეს მოიხარშება და იქნება მზად მე. მარგოლებო, ეს ცეცხლზე არ უნდა შემოიგას? კი, მაცალე და კი შემოვიდა. აი ამას ქვია მუშაობა. ელარჯი. კიდე უნდა მოხარშო, ხო? ეს კიდე უნდა გაიწელოს უფრო. ესე კარგა ბევრი ყველი კი უქნით რა? მე რა, იმას თავის დოზა რამდენი იყო, ამისთან და იმდენია იქ ყველ ჩაყრი. აჰა, ერთი და იგივე რაოდენობა უნდა იყოს ესე იგი. ელარჯის მომზადებას რამდენი ხანი უნდა? 1-20 წუთი უნდა. ხო, 20 წუთი უნდა. კი. ჯერ ღომი და მე ყველასა დააყრი მაგის მე 20 წუთი. ღომს ჩავდებთ.
თავისი დოზას ყველს დავაყრით. იგივე რაოდენობას. მე ამას უნდა 1-20 წუთი მოხარშვას და ამოვაგებთ მე თევშებზე. როგორ გებება? ერთვით. ელარჯის მომზადება ვინ გასწავლათ? ვინ მასალა რა ვიცი ბებიამ. ბებია. გასინჯე ბახო თევარჯი. სიამოვნებით. ელარჯი ხერხილი 1 კილოგრამი, ჭყინტი ყველი ან სულგუნი 1 კილოგრამი, წყალი ლიტრანახევარი. ამამუზერვით მეც დავიღარე ცოტა. გადასარევია. მეგრული წესით ჩემი ელარჯი აღარ ვარგა, რადგანაც გაცივდა. ვახომ ალბათ სამეგრელოში უკვე მეგრულად ცხელი ელარჯი შეჭამა. მაგრამ მე ვითფენ და კიდევ 9 საათი ველოდები, რომ გაცივდეს ელარჯი. ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი, აი ამ ელარჯისთვის. გავახუროთ ცოტათი ღრმა ტაფაში ზეთი და პარალელურად გავხეხოთ პარმეზანი. საკმაოდ ესეთი მარილიანი ყველია, მით უმეტეს ამ უმარილო სულგუნს ნამდვილად შემატებს რაღაც განსაკუთრებულ გემოს. უფრო სწრაფად რო იყოს, შეგვიძლია დავაბლენდეროთ ყველი. სწრაფად და ხარისხიანად. ეხლა დავჭრათ ელარჯი. მივიღეთ აი ამ ზომის ერთნაირი ელარჯის კუბები. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ შეწვა. აი ამას რო უყურებ, ხვდები რომ ჩემო ექსპერიმენტმა გაამართლა. ხომ გიცივდებათ ხოლმე სახში, ან იმდენ ელარჯს ამზადებთ, რომ ვთქვათ მეორე დღეს უკვე ცივია და არ იცით როგორ გამოიყენოთ. აი ეს არის ზუსტად იდეალური გადაწყვეტილება. ვამზადებთ соуს. დაახლოებით 100 გრამ ნიგოს ყრი. რიგრიგობით სუნელები. წითელი წიწაკა. უცხო სუნელი. ყვითელი ყვავილი. ნიორი 2 კვილი. ცოტა მარილი. ეხლა დავაბლენდეროთ ეს მასა. ცოტა მეგრული სუნი აქვს. და ბროწეულის წვენი. ცოტა ნელა-ნელა ვამატებთ. დაახლოებით 100 მილილიტრი მე მგონი საკმარისი იქნება. მივიღოთ ცოტა სქელი соусივით მასა. ფერით ისე მოწითალო ბაჟოს ყავს. მაგრამ გემო ნამდვილად განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ ბროწეულის აი ეს ცოტა მშრალი, მჟავე გემო ძალიან მოუხდება. ცხარე გამომივიდა ნამდვილად. მაინც მეგრულ სტილშია ეს უდავოა უბრალოდ.
აი ეს ბროწეულის გემო სულ სხვა შტრიხებს აძლევს. ეხლა ვნახოთ როგორ მოუხდება ერთმანეთს. სერვირება. ძალიან გემრიელია, კარგი соуსი აქვს, მაგრამ ესეთ ელარჯს მოუხდება გებჟალია. და მე ვაპირებ რომ მომამზადო განსხვავებული გებჟალია, მაგრამ მანამდე ვახომ უნდა ისწავლოს ტრადიციული გებჟალიის მომზადება სამეგრელოში. ელარჯის სნექი. 1 კილოგრამი ღერღილი, 1 კილოგრამი სულგუნი, წყალი ლიტრა ნახევარი, 200 გრამი პარმეზანი და ბოლოს ზეთი 300 მილილიტრი. соуსი. 100 გრამი გატარებული ნიგოზი, 2 კბილი დნიორი, ბროწეულის წვენი 100 მილილიტრი, 10 გრამი უცხო სუნელი, წითელი წიწაკა 10 გრამი, ყვითელი ყვავილიც 10 გრამი, მარილი გემოვნებით. რამდენიმე წამში ჩვენ მოგიმზადებთ. დუღარი წყალი მოვეთ. გებჟალიას ვამზადებ. გებჟალია, კროკეტი. ცოტას და სრულფასოვანი მეგრელი გავხდები. წვავთ გებჟალიას ზეთში. ბოლოში უფრო მაგარი იქნება. დუღარი წყალი მოვეთ. გებჟალიას ვამზადებ და სადავდო. აგერ დადები, ახლა მას ჭრით, ასეთ ხლად, ყველი. ველს, ეს რომ მოიხარშება, ამოვიღებთ და მოვზილავთ და მე გავუკეთეთ პიტნას და დავჭრით. დაახლოებით 9 კილოთ ის არის ასე ხო? ხო. ყველი და უნდა ის მოიხარშოს აქ. ლიტრამდე წყალი. კი, წყალი დავასხად 1 ლიტრამდე. და რა ყველია? ეს წვინდი ყველია. წვინდი ყველი. მოსული ყველია. ყველა ყველი არ ვარგა. ხო. და იყოს კარგად მოსული, უნდა გასინჯო ასე. თუ კარგია, გააკეთე. თუ და გააკეთე. და ეძიო, აი ყველი. ამოვიღოთ. ცოტა წყალიც გადავაყოთ, ხო? უნდა გადავაყოლოთ იმის, რომ არ გაცივდეს. ეგი. და ჩავჭყლიტოთ. დავამუშავოთ. ხელით. წვენი გადავუსვათ, ხო? წვენი უნდა. ეგ წვენი გჭირდება მე საუბარი. ეს წვენი ამას უნდა ჩავაწყოთ ეს ახლა. პიტნას რომ გავუკეთებ და ასე წოვს პიტნა. კარგია, რა კარგია უკვე მშია. გადავახვიოთ, ხინკალის დავით, ხო? ცოტა. ასე. ამას ახლა ცოტა გავუკეთოთ კიდევ პიტნა. ზემოდა. ხო და მე დავჭრათ. დაჭრებათ. მე რა შეიძლება რომ გავაკეთო? რა გავაკეთო მე? შენ თუ გინდა ახლა ასე დაჭერი? კი. ასე დაჭერი, მე ასე დაჭერი და ჩავალაგო. ჩავალაგოთ ამაში. ამას ცოტა მაისს გავუკეთოთ პიტნა. რომ ჭამო რომ მარილო რო არ იქნეს. შეგიძლიათ მიირთვათ. მიირთვით. ცოტას და სრულფასოვანი მეგრელი გავხდები. თუმცა ახლა მე უნდა ვიყო აქ სამეგრელოში და შენ მანდ თბილისში ელარჯი გებჟალია. ცოტა ხანში ჩემს საყვარელ აჯიკასაც ვისწავლე. გებჟალია, ჭყინტი ყველი, 9 კილო, წყალი 1 ლიტრა, პიტნა 100 გრამი, მარილი გემოვნებით. გებჟალია, კროკეტი.
დავიწყეთ. ტიტნა, რა თქმა უნდა. ვამზადებთ შიგ თავს. გადავიტანოთ ბლენდერში. დაახლოებით 100-150 გრამი. ცოტა მარილი. და სიმინდის ზეთი. ცოტა, დაახლოებით 30 მილილიტრი. ცოტა ხანი გადავდოთ соуსი და დავიწყოთ უკვე ყველის ჩადმობა. აქ მე ავადუღე წყალი, დავუმატებ ცოტა ნაღებს, რომ უფრო რძის გემოქონდეს თვითონ სითხეს. დაახლოებით ლიტრა ნახევარ წყალზე ვასხავ 100-150 მილილიტრ ნაღებს. კლასიკურად ნაღებს არ უმატებენ. ან რძეში ამზადებენ, ან წყალში. ავიღოთ სულგუნი დაახლოებით 1 კილო და დავჭრათ ნაჭრებად. კარგად გადნა უკვე სულგუნი, შეგვიძლია გადმოვიტანოთ თეფშზე. ესეც ასე მივიღეთ სულგუნის ცომი. ზაპიტვის соуსი თელ სიგრძეზე დავასხათ სულგუნს. და გადავახვიოთ რულეტივით. სანამ თბილია, მანამდე უნდა ვიმუშაოთ აი ამ მასასთან. თორე შემდეგ უკვე ესე ადვილად აღარ დაგვემორჩილება. აი ესეთი რულეტი მივიღეთ და კიდევ შეგვიძლია ჩვენ თვითონაც შევჭამოთ. შვენიერია. მაგრამ ბოლოში უფრო მაგარი იქნება. სანამ კარგად გაგრილდება გებჟალია, უნდა კარგად გავაცხელოთ ზეთი ცოტა ღრმა ტაფაში. ზეთი არ დაგვენანოს, კარგად უნდა დაფაროს გებჟალიას კროკეტები. კვერცხი, საფანელი და ფქვილი. ეხლა დავჭრათ გებჟალია. აი დაახლოებით 2 თითის სისქის ნაჭრებად. ეხლა რიგრიგობით გებჟალია ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, კვერცხში, მერე ისევ ფქვილში, ისევ კვერცხში და ბოლოს საფანელში. რადგანაც ორმაგ ფენას ვუკეთებ, რომ არ დაიშალოს ეს პატარა რულეტი. დაიწყო საინტერესო ნაწილი. წვალთ გებჟალიას ზეთში. დაგჭირდება ნაჩვრეტებიანი კოვზი. ჩვენ დაახლოებით 1 სტილში გამოგვივიდა გებჟალიაც და ელარჯიც, ანუ სნეკების სტილში. მაგრამ დამიჯერეთ ძალიან საინტერესო გემოს მივიღებთ ფაქტურას და სერვირებად საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, არავის არ უფიქრია იმაზე, რომ გებჟალია და ელარჯი შეიძლება იქცეს ძალიან ისეთ პოპულარულ სნეკად, თუნდაც ლუდთან ან სხვა რაიმე სასმელთან. კარგით, соуსი, დიჟონის მდოგვი.
ძალიან რბილი გემო აქვს, ძალიან პიკანტური და მოუხდება განსაკუთრებულად თაფლს. აქ მაქვს თაფლი, საჭიროა მაისის თაფლი, წაბლის თაფლს მაინც სხვანაირი სიმწარე აქვს და ჯობია არ გამოვიყენოთ. სერვირებისთვის თეფში, აი ესეთი ავარჩიე. მომზადოთ соуსი და დავასრულოთ კერძი. გადავიტანოთ ცოტა თაფლი, დაახლოებით 3 სუფრის ковზი. ახლა დოგვიჯერია, შეურიოთ კარგად ერთმანეთში, დაახლოებით 2 სუფრის ковზი დოგვით საკმარისი იქნება. და ჩვენი მარტივი თაფლის და მდოგვის соуსი მზად არის. ახლა გადავიტანოთ თეფშზე. და მზად არის. გავსინჯოთ, ძალიან მაინტერესებს რა გამომივიდა. აი ნახეთ, შიგნით რულეტის ფორმა შენარჩუნებულია. ეხლა გემო. თქვენ არ წარმოგიდგენიათ, რამდენნაირ გემოს ვცნობ ახლა მე. თაფლი, დოგვი, პიტნა, ყველი ძალიან საინტერესოა. გებჟალია, კროკეტი. სულგუნი 1 კილოგრამი. წყალი ლიტრა ნახევარი, ნაღები 150 მილილიტრი, ზეთი 300 მილილიტრი, სამიცალი კვერცხი, საფანელი 150 გრამი და ფქვილი 150 გრამი. პიტნის соуსი 1 კონა პიტნა, სიმინდის ზეთი 30 მილილიტრი, მარილი გემოვნებით. თაფლის და მდოგვის соуსი. დოგვი დიჟონი 2 სუფრის ковზი და თაფლი 3 სუფრის ковზი. მოკლედ, სამეგრელოში გემოთი მოგზაურობა დასრულებულია, ოღონდ მხოლოდ დღეს. ხვალ ვახო გემოს გაუგებს ნამდვილ მეგრულ აჯიკას და მე ვფიქრობ, რომ ამისთვის არის საერთო წასული და ნახოთ როგორ გაუძლებს ნამდვილ სიცხარეს. აური ეხო და არ იქნება მე ისეს. ალბათ მეგრულ კულპაცად შეჭამს. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავსინჯავთ, უნდა მოვამზადოთ. ერთად, ოღონდ ხვალ. ვიდან? მართლა? გენიოსი. მიდი. ისე უკენი? ისე უკენი? უხეშად? ტიშას? აუმინა? ამას მოვირტყავდი მე ნახე. ერთ გავსინჯა. ვერ ვითმენ. ვერ ვითმენ. ან ესეთი კადრი უნდა კარგი ხარ ელარჯო ცოტა იტალიური სუნიკა პასინჯავს ნამდვილ უკუგებს გამაგდეთ всё моя карьера здесь закончилась. ჩიტის გული მაქვს. ნურაფერს ნუ მესვრი. გაუგებს. აი, გაიგებს.